ღაზას სექტორში ისრაელის ავიაშეტევებს ჰამასის 3 ლიდერი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ინფორმაციით ლიდერების გარდა ქალაქ რაფასთან განხორციელებულ ავიაშეტევებს კიდევ 3 ადამიანი შეეწირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი არ შეწყვეტს ღაზას სექტორში ოპერაციას, სანამ ისრაელის მოქალაქეებისთვის სრული უსაფრთხოება და სიმშვიდე არ იქნება გარანტირებული. გაეროს უშიშროების საბჭოს შეშფოთებას გამოთქვას კონფლიქტის ზონაში განახლებული საჰაერო დარტყმების გამო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან პალესტინური დაჯგუფება უცხოურ ავიაკომპანიებს აფრთხილებს დღეიდან თავის შეიკავონ ისრაელის ტერიტორიაზე ფრენებისგან. ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა. ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განვაგრძობთ, მანამ სანამ ისრაელის მოქალაქეებისთვის სრული უსაფრთხოება და სიმშვიდე არ იქნება უზრუნველყოფილი. უშიშროების საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საბრძოლო მოქმედებების განახლების და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. შეშფოთებას გამოვთქვავთ უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვის გამო.